მოგესალმებით მეგობრებო, როგორც დაგპირდით, გიბრუნდებით კონფერენციის მეორე დღიდან, სადაც განვიხილავთ დეзинფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და აღსანიშნავია, რომ ფაქტობრივად დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონაწილე ქვეყნების ყველა შემთხვევაში დეзинფორმაცია და მისი მართვა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ინსტიტუციებისთვის. და აღსანიშნავია, რომ ზუსტად ასეთი პლატფორმები, ასეთი დისკუსიები, პროფესიული მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით არის უნიკალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ გავუზიაროთ ერთმანეთს საერთაშორისო პრაქტიკა და მოვძებნოთ ის გზები, ის გამოსავალი, რომელიც დაეხმარება ინსტიტუციებს ერთობლივი ძალისხმევით თუ ცალ-ცალკე თუ სხვა ინსტიტუციების მონაწილეობით უზრუნველყოთ დეзинფორმაციის შემცირება, რათა დავიცვათ არჩევნების მთლიანობა და დავიცვათ ამომრჩეველი არასწორი აღქმების ჩამოყალიბებისაგან, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სანდოობასა და არჩევნების და ზოგადად საარჩევნო გარემოს მთლიანობას.